ეს არის ისევ მრავალწლიანი გადაცემა ჩანგარი და მე მისი უცვლელი წამყვანი სანდრო ცხადაძე ვარ. გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ შეიძლება, გააქტიურეთ ზარიზღილაკი, ზარიზღილაკი სკოლის ფლეშბეკებისთვის, დაგვიწერეთ კომენტარები აუცილებლად მინიმუმ იმის გასაგებად, წერა კითხვა ხო არ დაგვავიწყდა. კომენტარში გამოიყენეთ აუცილებლად მინიმუმ 2 ირიბი დამატება და 2 შევრიზდებული. გამოწერაზე მივიღებ 0 არგუმენტს, 0 არგუმენტი გამოწერაზე და 0 არგუმენტი კომენტარის დაწერაზე. აუცილებლად. ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმენთ თქვენ გარო არ დამიკომენტაროთ. ხოლო თეზისები. დიახ. ეს დისკუსია არ არის ეს ნუკრი. და არც ის არ არის, რა ქვია იმას, დებატები. აქ მარტო მეუნარლობა რა ყოფდა. კარგი, დავიწყოთ მადლობით. პირველ რიგში უდიდესი მადლობა გიორგი სირბილაძეს, ეთერ ჯინჯველაძეს, ოთარ ფოფხაძეს, ანა მაჩაბლიშვილს, ჩხარკავა ანუკას და ცაბუნია ვართაგავას თანხების ჩარეცხისთვის, რაც ჩარეცხეს იმ ანგარიშებზე, რაც ჩვენი ვიდეოების აღწერაში იყო მითითებული. მაგრამ დამაყადაღეს მომიტყნეს კარგი სტრაგი. ამიტომ აღარ ჩარეცხოთ გეხოცები, მაგ ანგარიშში აღარ ჩარეცხოთ არავინ აღარაფერი. სუფლიურიც ვერ ვიყიდეთ შესაბამისად. ო, შემდეგ რა მოდის? დღეს მაპატიეთ გინება კიდევ აუცილებლად სხვა გზა არ მაქვს, დღეს უნდა ვიგინო ბევრი. ბავშვები გაიყვანეთ, უზდელობები უნდა თქვა. დიახ, დამაყადაღეს მილიარდერის მონა მილიონრებმა და გამიყინეს ბანკის ანგარიშზე დატოვებული სესხის გადასახდელი 1500 ლარი და ჩემთვის სახარჯო დატოვებული 221 ლარი და 75 თეთრი. როგორც გავარკვიე შემდეგ საპატრულოში, სამჯერ გადამიკეტავს გზა აგვისტოში, სექტემბერში და ოქტომბერში. მან მოცალეობის ჟამს, თუ casual რა, ანუ თვეში ერთხელ მივდიოდი, ვკეტავდი და მოვდიოდი. და არავინ არ გამაფრთხილა, რომ ჯანმრთელობები მქონდა და დამაყადაღეს. ხო და არც მითხრეს, არც გამაფრთხილეს, არც ჯარი არ ჩამაბარეს და დამაყადაღეს, რა, ქართულად, კაცურად, მუჟიკურად, ადამიანურად, ქართულ ოცნებურად, რა, როგორც ქართული იდენტობის შემნახვალ ხალხს შეეფერება, რა, ჩუმად, წიომნად, არაბოზურად, გესმით? ეგრე დამაყადაღეს. ხო და ეხლა ბანკი დამირეკავს ხვალზე და მეტყვის, რომ როდესაც 3 წელი ხდით ამ სესხსო, ეხლა რა მოგივიდა თუ რა მოხდაო, თვითონ რომ ანგარიშები გამიყინეს ახსულების გამო, მკითხავს, რომ ჩვენ სესხს რატო ვერ ხდითო და მე ვეტყვი, რომ მაგ სესხს ვიხდიდი, როცა ეროვნული ინტერესების გამტარი პატრიოტი ჩამოყალიბებული ქართველი კაცი ვიყავით ხო და ეხლა კაცო კი ქვეყნის გამყიდველი და ხელფასებული ვართ ხო და ჩემი ბინძური ფულით თქვენ სესხს ვერ გადავიხდი, ვერ დავაბინძურებ თქვენ საბანკო სისტემას ჩემი deep state-ური ფულებით. ჩვენი არგუმენტია, მიჩივლე სადაც გინდა. ოღონდ აქ არ მიჩივლო, აქ დამენძრევა. სხვა ქვეყანაში რა სად BBC-ში მიჩივლეთ. BBC-ს ბორდში მიჩივლეთ, რომ ავიღო ჩემი სესხი. ძალიან საინტერესო იყო, როდესაც შევედი მობაილ ბანკში, ყველა ჩემი პირადი ქონება განულებული იყო, მაგრამ სესხები ისე იყო ზუსტად. ანუ პლუს რიცხვები იყო გამქრალი და -19,900 რაღაცები ჩვენ ვიყავით ისე იყო. როგორც ხდება ხოლმე რა. მადლობა. ჩემს ერს, ჩემს სახელმწიფოს, ჩემ ქვეყანას. ასე რომ ბანკებო ახლა თუ აწიკი და დამირეკავთ რომ სესხი ხო არ გნებავთო, მე შეიძლება დაგთანხმდეთ, მაგრამ მოგიწევთ ქეშად მომიტანოთ სადმე. მე ბარათისადმე ვერ მოვალ რა, ესმის, ანუ ვერც ტაქსით ვერ მოვალ, ვერც ქეშით ვერ მოვალ, ვერც ბარათით ვერ, სადმე უნდა მომიტანოთ ქეშად, რა ვიცი, ან პლაშით. აგერძმა 5000 ლარი ეფექტურ 40%-ში. მასე ავიღებ, სხვანაირად მე ვეღარ ავიღებ თქვენგან სესხებს. ასე რომ ფული აღარ ჩამერიცხოთ მეგობრებო, 3ჯერ 5350 ლარი მაქვს გადასახდელი, ამიტომ რევოლუციასაც ვეღარ დავასპონსორებ. და რა ვქნა, ხა სანამ ყადაღამადებს რევოლუციაც უნდა გადავდოთ. რა ვქნათ? ახლა ყადაღაც გინდა და რევოლუციაც ეგრე არ არის. კარგი, აღარ მინდა ამაზე წუწუნი და აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ იმ ხალხის გასაგონად ვინც იძახის, რომ რა ვქნას, ახლა იპოთეკა აქვს, ბანკის ვალი აქვს, განვადება აქვს, ოჯახი ყავს, ავადმყოფი ყავს სახლში, რა ვიცი, ჩვენ ყველაფერი გვაქვს, ეგ ყველაფერი რასაც თქვენ ამბობთ, ჩვენც გვაქვს, იპოთეკაც გვაქვს, ბანკის ვალიც გვაქვს. რა ვიცი, მიცვალებულები ყოფს საფლავში და ოჯახის წევრები ციხეებში და მაინც ვიღებთ ხმას, სამშობლო ყოფილა ჩვენს შორის განსხვავება, გესმით? სამშობლოსთვის რისკი. გესმის, ამაში ყოფილა საქმე. და ყადაღა. სამშობლო და ყადაღა. ვერ მიდის ორივესთვის ყველაფერზე ადამიანი თურმე. კი ხართ ღირსები, ისე გავჩერდეთ ჩვენაირი ადამიანები და უყუროთ პოპკორნით და სამი დასათვალებით, რაც მოხდება, მაგრამ რა ვქნათ, ვერ ვჩერდებით. ომი გვინდა, გესმის? თან დაყადაღებული ანგარიშებით გვინდა ომი. ყადაღაც გვინდა და ომიც ერთდროულად. Deep State-დან გვერიცხება ფულები, თან ყადაღა გვადებს. ასე რომ ვერ ვჩერდებით რა. ლოგიკურ შემთხვევაში გავჩერდებოდით, მაგრამ ეს არ არის ლოგიკური შემთხვევა და ამიტომ ვაგრძელებთ რა. რა ვქნათ, ყადაღით მოგვიწევს საწე რევოლუცია. ისე რა ყლე სიტყვაა ყადაღა. ყადაღა, ყღ. როგორ შეიძლება რამე კაი იყოს, ყდაღურო არის ერთდროულად შიგნით. ყორღანაშვილი მაგალითად.
კარგით, შემდეგი ნიუსი. სანამ შემდეგი ნიუსზე გადავალ, ვიტყვი რომ მეორე კამერა დღეს არ გვაქვს და გვიყადაღეს. დღეს მარტო აქეთ ვიქნები ხოლმე. აქედან გამომხედა და საჭმელი არ გადაგცდეს. როგორც იცით, პეტერ ფიშერმა, გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 21 წელი იღებდა გერმანიის ხელისუფლებისგან თანხასო. ანუ დახელფასებას, როგორც თუნდაც ეძახიან. 48 წლის არისო და ამ 48 წლიდანო 21 წელი გერმანიის უზრუნველყოფაზე იყო. ამაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 48-ის არო 50-ის ვარო. სხვა პრობლემა ვერ დაინახა შალვამ. არა უშო შალვა რა ხდება, იცი ჩვენ ხო წინ უსწრებთ გერმანიას განვითარებით და ეთქვა მაგ 2 წლით უსწრებთ. ჯერ იქ არ ხარ 50-ის. ხები ჩვენ წინ ვართ. ჩვენთან გახთ ჩვენ 50-ის, თორე ის სად არიან კაცები. იქ ჯერ, რა ვიცი. იქ ჯერ, რავი, შოლცია კიდე ისა, კანცლერი, შეიძლება, რაც გაიგებ. სინათლის სიჩქარის თეორია, მეტი არაფერი. შალვამ რა მნიშვნელობა აქვს მე რას ვაკეთებდი, მთავარია ეხლა რას ვაკეთებო. ანუ წამოვედიო, მე აღარ ვარ ბოზიო. ანუ ტიპი 21 წელი იყო გერმანიის ხელისუფლების ხელფასზე. ანუ წარმოიდგინეთ, ირაკლი მიმინოშვილი, სინდისის პატიმარი რა ასაკისაც არის, იმაზე 1 წლით მეტი მარტო გერმანიის ხელისუფლების უსაკ ტიპს ნამუშევარი. წარმოიდგინეთ, ანუ მაშინ საქართველოს ღალატობდა, მერე გერმანიას უღალატა და მერე მე დამაყადაღეს. ხო ლოგიკურია. გამომყე, მე ხო გასწავლეთ, რითაც უნდა იაზრუნოთ. კარგით, რადგან დამაყადაღეს ეს ლუდი, ბარტერით ვიყიდე, სახში მქონდა 3-4 ცალი კარტოფილი და გადავცვალე ლუდში. ნუ ცოტა აყვავებული კი იყო ის კარტოფილი, მაგრამ არც ეს ლუდი არის ხამსად იდეალური გესმის. არა და კრომბახერის ვაიცენი არას ვერჩი, პროსტა ძვირი იყეს ჩვენ. კარგი, მოდი მოვჩოთქოთ. ესე იგი, შალვა პაპუაშვილი NGO-ში მუშაობდა 2020 წლამდე. ანუ შესაბამისად 21 წელი მუშაობდა ჯამურად, გამოდის რომ დაიწყო 1999 წელს. შესაბამისად ეს არის ჩვენი 21 წელიწადი. ამ 21 წლიდან პირველი 3 წელი შალვა იღებდა გერმანულ მარკებში ხელფასს. ესე იგი 3 წელი პლუს კიდე ზემოდან. ესე იგი რა გამოდის? შალვა პირველი 3 წელი, ანუ 1999 წელს შეუერთდა გერმანია ევროზონას, მაგრამ ფაქტიურად ევროს მიუქცევა დაიწყო 2002 წელს. 1999 წელს მეგობრებო, როდესაც მე პირველ კლასში შევდიოდი. მაშინ შალვა უკვე გერმანიის მთავრობისთვის მუშაობდა და 2002 წლამდე მარკებში იღებდა ხელფასს. ანუ ვარდების რევოლუციამდე ტიპი მარკებს ჭამდა. ხვდებით? და დანარჩენი 18 წელი უკვე ევროებში იღებდა შალვა ხელფასს. წარმოგიდგენიათ? ესეთი კაცია შალვა. ეხლა რა ხდება? ჩვენ თუ ავიღებთ იმას, რომ დაუშვათ ადამიანი დღეში გამოყოფს საშუალოდ 0.150 გრამ ფეკალიებს. ეს არის 0.150 გრამი. თუ ჩვენ ამ 150 გრამს გავამრავლებთ იმ დღეების რაოდენობაზე, რაც შალვა მიმუშავა NGO-შნიკად გერმანიაში, გამოდის რომ დაახლოებით 1150 კილოგრამი მოუჯვია შალვას გერმანული დაფინანსებით. ტონა და 150. ჩოთკი არ ცდება. შეიძლება ChatGPT შეცდეს, ჩოთკი არ შეცდება. ანუ რაც გერმანია მაჭამა, იმის ტონა და 150 მარტო შალვას აქვს მოჯვული. წარმოგიდგენიათ? მაგრამ ჩვენ ვართ ახალფასებულები, რო იცოდეთ. ჩოთკი საინტერესოა, ჩოთკს ვერ გაიქცევი, შეიძლება მარცხაჯულებას გაიქცე, მაგრამ ჩოთკი უთხუარია. შემდეგი თემა. 1 აპრილიდან იგრძელება საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის მქონე მანქანების შემოყვანა, ჩამოტანა, შემოტანა, რა ვიცი. რაც გინდათ ის წინდებული გამოიყენეთ. ეს იგრძელება იმ ქვეყანაში შემოყვანა, სადაც 6 მეტრს ვერ გაივლი ისე, რომ მანქანის დაქცეული ზეთი არ შეხვდეს, იმიტომ რომ ხალხს არა აქვს ფული, რომ მანქანა გაარემონტოს. და ეს იგრძელება იმ ქვეყანაში, სადაც 6 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვს ვერ შეიყვან იმ სკოლაში, სადაც 6 წელი უკვე რემონტია და ვერ მუშაობს. ანუ რა გამოდის? მანქანა რო 7 წლის იყოს და იდეალური და ბავშვი 5 წლის და მოცარტი, მანქანას საქართველოში ვერ შემოიყვან და ბავშვი სკოლაში ვერ შეიყვან. ხვდებით? ანუ ახლა კი ძმაო იდეალურად არის 7 წლის მანქანა და ამ მოცარტს 5 წლის ასაკში სიმფონია აქვს დაწერილი, მაგრამ კანონია ძმაო. ანუ ამათი კანონებით 7 წლის ლამბორჯინი და 5 წლის მოცარტი ორივე ერთი ყლეობა გამოდის. ამ ეპიზოდში უნდა ვიგინო ბოდიში. მოცარტი მაპატიებს ახლა უკვე. სადაც არის. ეგრეა რა. მე შევედი სკოლაში 5 წლის ასაკში, იმიტომ რომ 5 წლის ასაკში ვიცოდი გამრავლების სტაბულა, ანბანი, ვეფხისტყაოსნის პირველი თავის ზეპირად, სკოლა დავამთავრე მე ოქროს მედალზე, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე 100%-იანი გრანტით, ვისწავლე 3 უცხო ენა და კი ვარ აგერ მიყადაღებული. და ვიღაც ჩაყლეება ხალხი, კი დაბლატაობს თავისი 2025 წლიანი მანქანებით. ანუ ეს კანონი ახლა რა სჭირდება ცინამდვილეს შევთქვათ. ყველაზე მდიდარი ქოცები ყიდიან სულ ახალ ბოლო მოდელ მანქანებს, ტაოტში როა, პარკებში.
ცენტრიდან რო გამოყავთ. მერე მათი ოდნავ ღარიბები ის იყიდიან ამად გამონაცვალ მანქანებს. ის ამისგან მიღებული ფულით ცოტას დაამატებს და ისევ ახალ 2027 წლიან მანქანას იყიდის. მერე ის იმ 2026 წლიან მანქანას ვისაც მიყიდის, ის გაყიდის იმას რომ მოწყინება და 2025 წლის ქვემოთ ტიპი იყიდის უფრო ღარიბი ქოცი შედარებით და საბოლოოდ ესეთ გადანაწილდება ფული და ჩამოვა ქვევით და იტრიალებს ასე ერთმანეთში და სადღაც 15 წელიწადში შენს კი მოგიწევს ამის 2026 წლიანი მანქანის ყიდვა და მეტი რა გინდა? მეტი რა პრობლემა გაქვს? 15 წელი ვერ იცდი ბიჭო? მაგაზეტირი ხარ ამ ხელაკაცი? მე რა გიყო? მოიცადე და შენს გიქნება ეს მაგარი. იმენა წელს გინდა? არ არის ეგრე. თან კიდე რუსეთში რაც ყაზახეთის გავლით მანქანები შედიოდა, ყველა ახლები იყო და რუსებს ფეხებზე კიდიათ ქართველი 2019-დან და 18 წლიან მანქანას ვერ იყიდის. თავი ის ახალი მანქანები გავიდეს, ჩერეს ყაზახეთის ჩერეს ჩვენი გავლით რუსეთში. ამიტომ ისინი საკაიფოდ არიან, ჩვენზე არ ინერვიულოთ, ჩვენ გავუძლებთ, ჩვენი ანაირები გაგვიძლია. ჩვენ მაგარიერი ვართ. ყველაფრის მომთმენი. საბოლოოდ მინდა გითხრათ, რომ არ ინერვიულოთ საწყლეებო. ამ 2026 წლიან მანქანებს იმ ფულით იყიდით, იმ უფასო ფულით, რომელიც 2012-ში დაგიდიგეს. არაფერი სანერვიულო არ არის. ამოქეკეთ ის ფული, სადღაც შენახული გიქნებათ. კარგით, კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი ყველა პლატფორმაზე, განსაკუთრებით YouTube-ზე, გააქტიურეთ ზარისღილაკი, მოიწონეთ ეს ვიდეო, წინა ვიდეოებიც და დაგვიწერეთ კომენტარები მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვისაც 3 დღეა გაზი არ გაქვთ და დასაბან წყალს საქართველოს ეკონომიკაზე ადუღებთ. მადლობა. თუ ცუდი სუნი გამოვიდეს ვიდეოდან, ესე იგი რუსეთმა ჩაიჯვა უკრაინაში. მე არაფერ დავამბრალდ. მესველი სალკვეთით გავიბანენ თავი. ასევე ირანის საელჩოში აღნიშნულა ირანის რევოლუციის 47 წლის თავი და ქართველების ირანში ჩასვლის 410 წლის თავი, ხვდებით? ამ ღონისძიებას ჩვენი მხრიდან თურმე ესწრებოდა მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზურ ჩუბინიძე. ანუ რა გამოდის 410 წლის წინ ქართველები ჩასვლან ირანში. ესე იგი 410 წლის წინ ქართველები თავისინებით, ბიზნეს კლასით და მოტლობით ჩაგრიალებულან ირანში თავისინებით იმენ როგორც უნდათ. თურმე საკუთარ საძინებელში დაუძინებია ქართველები შაჰაბას, ესმის? და თვითონ ძალაში დაწოლილი და სალოგინეზე. დაანგრეული ქონია გვერდები, მთელი ღამის ფიცარზე წოლით. 47 წოლიდან თურმე 46 ქართველებს მოაყნევინა შაჰაბასმა. ხვდები? ის ერთი ქართველი იყო, თინათინი ერქვა და არ გამოდიოდა. მაგის კადრებელი არც ის იყვნენ, არ ჩვენები. იმენა მაგარი ვოიაჟი ქონდა მაგცეს ქართველებს. რა ვიცი, მე უკმაყოფილო კლიენტი არ მახსოვს. ვინმეს დაეწუწუნებინოს ამ 400 წლის არ ვიცი, მე ვერ ვნახე. ქუჩაში გაიდ და ვინმე თუ იწუწუნებს მაგ საკითხზე გამაგებინეთ. როგორც ირკვევა, ქართული ოცნების ქოცების ინიციატივით მალევე ასევე აღენიშნება პაატა სააკაძის ირანიდან საქართველოში ნაწილ-ნაწილ მოგზაურობის და ქეთევან დედოფლის მიერ ირანის ცხელი წყლების აღმოჩენის კურორტებზე დასვენების 400 წლის თავები. ესეც პომპეზურად რა თქმა უნდა. მაგრამ ჯერ არ უწევს. და საუბრობთ უკვე პაატა სააკაძის გამო რაღაც წვეულებას გამართავს მისი სეხნია პაატა გულიაშვილიც აუცილებლად. უნდა აღინიშნო, ისეთ თარიღებია, ამის დავიწყება არ შეიძლება. როგორც ირკვევა, ამ ინიციატივას შეუერთდებიან ასევე ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელები და ერთობლივად და პომპეზურად აღნიშნავენ 1940-იან წლებში ფაშისტური გერმანიის მიერ ებრაელების მასობრივად დასაქმება საკონცენტრაციო ბანაკებში, რამაც გამოიწვია ებრაელების უმუშევრობის მასობრივი ვარდნა და, რა ვიცი, თითქმის ყველა ებრაელი დასაქმებული იყო იმ პერიოდში. ასევე ინიციატივას უერთებიან იაპონელები, რომლებიც 1945 წელს გადაურჩნენ ამერიკელების მიერ 2 ყველაზე დიდი ბომბაჩკის აფეთქებას იაპონიაში. და ერთად აღნიშნავენ ასევე და გავაერთიანოთ ქოცების ინიციატივით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, ბევრი ზოგადსაკაცობრიო და ჰუმანური აქტის აღნიშვნა. მადლობა. ქოცების ასევე განათლების რეფორმის ფარგლებში უნივერსიტეტებს ფაკულტეტების რაოდენობა შეუმცირდა და ამ ფაკულტეტებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობაც. მაგალითად, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტს დარჩა მხოლოდ პედაგოგიკის და STEM სპეციალობების ფაკულტეტები და პედაგოგიკაზე საერთოდ 300 სტუდენტზე მეტს ვერ მიიღებს. ანუ როცა 3500-ზე მეტს იღებდა მთლიანად უნივერსიტეტი წლების განმავლობაში. როგორც ქოცები იტყვიან, თურმე ილიას უნივერსიტეტი თან აკაცუკების, რადიკალების, ამრევების და დახელფასებულების სამჭედლოა, თან 300 პედაგოგს გაზდიან ყოველ წელს, რომ ამ პედაგოგებმა კიდე მე ახალი აკაცუკები გაზარდონ, ხვდებით? რას ვერ ხვდები? ჩვენი ერისთვის კეთდება ეს. ლოგიკას არ გაყვევყონთ ახლა. შესავალი თანამედროვე აზროვნებაში რო ისწავლებოდა ილიაში და შთა და რაღაცები, ეგ დაივიწყეთ. ზოგადად ამ ქვეყანაში, სადაც ილია მოკლეს, დიდი ამბავი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს თუ აუქმებენ. იმ ქვეყანაში, სადაც გიორგი სააკაძის ძეგლი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინ დგას და ამ უნივერსიტეტს აგერ 2 კვირის წინ საერთოდ აუქმებენ, დიდი ამბავი ახლა რა მოხდა თუ
განათლებასაც გაუქმებენ. ამ ქვეყანაში სადაც აკაკი წერეთელმა თქვა რომ ილიას კველებს რომ შეეძლოთ საქართველოსაც მოკრავდენო, დიდი ამბავი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს Facebook-ზე საკუთარი თავის საფურთხებელი ტექსტი დააწერინეს. არაფერი. აცი ყველაფერი ლოგიკაში ჩაჯდება, იმიტომ რომ ჩვენ აგონიაში ვართ, ერი. ბოლო ფაზაში ვართ. აცი ყველაფერი ლოგიკური იქნება. კაი, აპოლიტიკურებს რაღა უთხრა, აღარ ვიცი. რავი, აპოლიტიკურს რო უთხრა, რომ აგერ მისაღებ ოთახში ხანძარიაო, გეტყვისო ფეხებზე ან გიდიაო, მე აგერ საძინებელში ვარ ჩემთვისო. აპოლიტიკურ ღვიძლს რო უთხრა, რომ აგერ კაცო სიმსივნე ყოფილა ფილმშიო, ფეხებზე გეტყვის, ჩემთან მეტასტაზები არ მოსულაო და. ეგ არის აპოლიტიკური. რავი, არ ვერები, კაცო, ეგ კიბო არის ფილმში და მე რა შუაში ვარ. ვითომ ერთ ორგანიზმში არიყვნენ ერთიც და მეორეც. კაი, გამოვაერთოთ ეს ქვეყანა ამ აპარატიდან. 2800 წლის არის, შეიძლება მეტი აღარ შეუძლია და ამოწურა რესურსი. დავასვენოთ ის საჭიროებულიც, დავისვენებთ ჩვენც. კარგი, ცულეს იყო, დღეს მეჟუნარუდნები არ მექნება, იმიტომ რომ მქონდა და დამიყადაღეს. რა ვიცი, თუ გამიხსნეს ანგარიშები, მომდევნო ეპიზოდში გავაკეთებ 2 მეჟუნარუდნის. 2 ეპიზოდს ერთდროულად. კიდევ ერთხელ გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ შეიძლება, განსაკუთრებით YouTube-ზე. გააქტიურეთ ზარისღილაკი, დაგვილაიქეთ ეს ვიდეო, წინა ვიდეოებიც და დაგვიწერეთ იმ ადამიანებმა ხოლმე კომენტარები, ვინც დაგაყადაღეს და ამით ერის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. დიდი მადლობა.